გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელია, ილია თოფურია, მესი და ხულიან, ალვარეზის ხმაურიანი სატრანსფეროს საგა. დღევანდელ ვიდეოში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოგიმზადეთ. მოტივაციისთვის კი თხოვნა რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე სულ რაღაც 200 გამომწერი გვაკლია, რათა მივაღწიოთ ამ თვის მიზანს 100.000 გამომწერს. ერთი კლიკით კი შენ შეგიძლია რომ ამის მიღწევაში დამეხმარო. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად კვარაცხელიაზე კიდევ ერთი საინტერესო შეფასება გავრცელდა. კერძოდ მის შესახებ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა და მან სინანული გამოთქვა რომ ქართველი მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობს. ამ მსოფლიო ჩემპიონატს ხუჩა კვარაცხელია აკლია. ის მუნდიალ საქართველოს ნაკრებში თავისი თამაშით ძალიან დაამშვენებდა. ყოველთვის გინდა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ყველა უძლიერესმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ხუჩა კი ახლა სწორედ ასეთია, განაცხადა სიომინმა. ახლა კი ოქროს ბურთის თემას დავუბრუნდეთ, რადგან კვარაცხელია შანსებთან დაკავშირებით საკმაოდ საკამათო რეიტინგი გავრცელდა. საკლუბო სეზონი დასრულებულია. მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება კი ახლა მუნდიალზეა გადართული, მაგრამ ოქროს ბურთის ბრძოლა უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია. კვარაცხელიასთვის გასული სეზონი ისტორიული იყო. მან PSG-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამიტომ მისი სახელი ოქროს ბურთის კანდიდატებში სრულიად ბუნებრივად ისმის. თუმცა OneFootball-ის მიერ გავრცელებულ კოეფიციენტებში კვარაცხელია შანსი მხოლოდ 5%-ით არის შეფასებული. სიის სათავეში ჰარი კეინია 25%-ით. შემდეგ მოდის უსმან დემბელე 19%-ით, დეკლან რაისი 11%-ით, ლამინ იამალი 10%-ით, კილიან მბაპე 9%-ით, ვიტინია და მაიკლ ოლისე 8%-ით, ხოლო კვარაცხელია მხოლოდ შემდეგ მოდის 5%-ით. აქ კი ჩნდება მთავარი კითხვა, რამდენად სამართლიანია ეს. როცა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ასეთ დიდ როლს თამაშობს, 5% ძალიან დაბალი შეფასება. რა თქმა უნდა, მუნდიალი ამ ბრძოლაში დიდ როლს ითამაშებს. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ, ავტომატურად წინ წაიწევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკლუბო სეზონი უნდა დაივიწყონ. ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს. სამართლიანია თუ არა, რომ ასეთი სეზონის შემდეგ კვარაცხელიას ოქროს ბურთის შანსს მხოლოდ 5%-ით აფასებენ? თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ოფიციალური წყარო არ არის და რეალურად თუ რა პოზიციაზეა კვარაცხელია, ეს შენ არავინ არ იცის. ახლა კი ილია თოფურიას გარშემო ბოლო დღეებში გავრცელებულ ძალიან საინტერესო ამბებზე გადავიდეთ. ხოლო სანამ ამ ინფორმაციებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფები ახლოვდება და Golden Goal-ზე რეგისტრაციის დრო იწურება. პროცესი მარტივია. შედი საიტზე, აწყე შენი საოცნებო გუნდი, ჩაკეტე შემადგენლობა და გააქტიურე ჩემპიონატი ნებისმიერი საბანკო ბარათით. $5 კი შანსი გექნება, რომ მოიგო 2000 ლარიანი გეიმი, კომპიუტერი და სხვა ფულადი პრიზები. საიტზე უკვე 150-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ჩვენ კი ერთად ვნახავთ თუ ვინ შეძლებს გამარჯვებას და ვინ არის აქ მთავარი ანალიტიკოსი. ყველაფერს კი ვიდეოების სახით ეტაპობრივად გაჩვენებთ. ახლა კი გადავიდეთ სასაუბრო თემაზე. რადგან გეიჯისთან მარცხის შემდეგ ქართველის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა ერთდროულად გაიხსნა, პირველი და ყველაზე ხმაურიანი ამბავი ისლამ მახაჩევს უკავშირდება. UFC-ს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, იან მაჩადო გარიმ, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილი თოფურიასა და ისლამ მახაჩევის სუპერბრძოლა სწორედ ისლამის გამო ჩაიშალა. გარის თქმით, მას ჯერ ქამარზე ბრძოლას პირდებოდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ UFC-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას ამზადებდა. მახაჩევი თოფურიას წინააღმდეგ, თანას თეთრ სახლში. მისი სიტყვებით ეს ბრძოლა შეთანხმებული იყო, თუმცა საბოლოოდ ისლამმა უარი თქვა. ეს რა თქმა უნდა გარის ვერსია და ოფიციალურ დადასტურებად ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს არის, მაშინ ძალიან საინტერესო სურათი გამოდის. ანუ თოფურია მახაჩევის სუპერბრძოლა ჯერ ჩაშლილ სცენარად დარჩა, ხოლო ილიასთვის სიტუაცია გეიჯისთან მარცხის შემდეგ კიდევ უფრო რთული გახდა. მეორე ძალიან საინტერესო თემა კი უკვე უშუალოდ გეიჯისთან ბრძოლას ეხება. ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა ტრევორ უიტმანმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსნა, თუ რა გეგმა ჰქონდათ ილიასთან ბრძოლისთვის. მისი თქმით, მათ თოფურიას ბევრი ბრძოლა შეისწავლეს და დაინახეს ერთი დეტალი. გრეპლინგის შემდეგ ილია უფრო სწრაფად იღლებოდა. მან თქვა, რომ როცა თოფურია ჭიდაობის ეპიზოდებიდან ფეხზე დგებოდა, მისი მოძრაობა იცვლებოდა. ნაკლებად აკეთებდა სრულ მოძრაობებს, ნაკლებად მოძრაობდა ფეხის წვერებზე, ფეხები უმძიმდებოდა და მისი სისწრაფე ikლებდა. მისი შეფასებით ილიას მოძრაობა გრეპლინგის შემდეგ უფრო მძიმე ხდებოდა, თითქოს ქვიშაში დადიოდა. სწორედ ამიტომ გეიჯის გუნდმა სადა, რომ თოფურია გრეპლინგში შეეტყუებინა, რომ შემდეგ სტენდაპში მისი სიჩქარე და ათლეტურობა შემცირებული იყო. ამიტომ მისი კომენტარის შემდეგ უფრო გასაგები ხდება, თუ რატომ გაუძლო გეიჯიმ იმ ეპიზოდს. ეს არ იყო უბრალოდ გამძლეობა, ეს იყო წინასწარ დამუშავებული ნაწილი. ჯასტინი ასეთ დარტყმებს სპარინგშიც იღებდა, ორგანიზმს აჩვევდა და მზად იყო, რომ თუ ბრძოლაში მძიმე დარტყმა მოხდებოდა, პანიკაში არ ჩავარდნილიყო. ასევე მან ქართველზე კიდევ ერთი ირონიული კომენტარი გააკეთა. ტრევორმა გაიხსენა, რომ ჯასტინ გეიჯის დარბაში ერთგვარი საკუთარი თამაში აქვს. ის სპარინგ პარტნიორებს $1000 უხდის, თუ კორპუსში დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდებენ. მისი თქმით, ჯასტინი ყველა უხდის, ვინც ამას შეძლებს და ხუმრობით ისიც თქვა, რომ გეიჯი მზადაა,
რომ $100,000 ილია თოფურიასაც გაუგზავნოს. ასევე ბოლო დღეებში კიდევ ერთი ემოციური თემა გამოჩნდა. ეს კი არის თოფურიას ყოფილი ცოლის, ჯორჯინა უსკატეკის კომენტარი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტმა ხავი დე ოიოსმა გაასაჯაროვა. მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ჯორჯინასთვის ტკივნეული და გულდასაწყვეტი იყო და ზოგჯერ სიყვარულში ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე საჭირო ნაბიჯი უკან დახევა, იმისთვის რომ ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თავად შეხედოს. ეს კი ძალიან პირადი თემა, მაგრამ ერთი რამ ნათლად ჩანს. ილიას გარშემო ახლა მხოლოდ სპორტული წნეხი არ არის, მარცხი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩაშლილი დიდი ბრძოლა, ოჯახური მდგომარეობა. ეს ყველაფერი კი ერთად საკმაოდ მძიმე პერიოდს ქმნის. თუმცა სწორედ ასეთ დროს ჩანს მებრძოლის რეალური ხასიათი, რომელიც ილიამ უკვე გამოავლინა. მესის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ აჩერებენ, რას ამბობენ არგენტინელზე. ალვარეზი ბარსაში ტრანსფერს საჯაროდ ითხოვს, რას აპირებს ატლეტიკო. ახლა კი ხულიან ალვარესის თემაზე გადავიდეთ, რადგან მისი მომავალი ისევ ძალიან ხმაურიანად განიხილება. არგენტინისა და ავსტრიის შეხვედრის შემდეგ ხულიან ალვარესს პირდაპირ კითხეს, გადაწყდება თუ არა მისი მომავალი მუნდიალის შემდეგ. ხულიანმა კი თქვა, რომ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავის გარემოცვასთან ერთად ყველაფერს მშვიდად შეაფასებს. ყველაზე საინტერესო კი მისი შემდეგი ფრაზა იყო. ალვარესმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი ტრანსფერი იყოს. ამის შესახებ მან კლუბთან უკვე ისაუბრა და იმედი აქვს, რომ მას ოცნების ახდენის საშუალებას მისცემენ. ამ განცხადებას კი მალევე გამოიხმაურა მადრიდული კლუბიც. მათ კი საკმაოდ მკაცრი პოზიცია აქვთ. წარსულში უკვე ვნახეთ თუ როგორ მუშაობს ბარსა. მაგალითად, როდესაც ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ივენტუსთან ემზადებოდა, ბარსა გრიზმანის დას, მის ოჯახსა და თავად მოთამაშე საკომისიოს დაჰპირდა. არ არსებობს ისეთი თანხა, რომლითაც ბარსა ხულიანის შეძენას შეძლებდა. ის ბარსაში არ გაიყიდება. ან გადაიხადეთ გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო, ან არაფერი გამოვა. ყველა მიცის, რომ ნეგრეირა საქმისა და სხვა გუნდის ფეხბურთელებთან დაკავშირებული გარიგებების გამო ეს თაღლითური კლუბია. მარტივად რომ თქვათ, ალვარესის თემა უკვე მხოლოდ ფეხბურთელის მომავალს აღარ ეხება. აქ უკვე ბარსასა და ატლეტიკოს შორის დაძაბულობა ჩანს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა. მესის მუნდიალებზე უკვე 18 გოლი აქვს. მან მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაუმჯობესა, რომელიც 16 გოლით წლების განმავლობაში პირველ ადგილზე იყო. საინტერესოა, რომ კლოზე მესის მიღწევა ძალიან ღირსეულად მიულოცა. გერმანელმა ლეგენდამ კი თქვა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი არც თუ ისე ცუდი ფეხბურთელია. ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, გილოცავ ჩემპიონო. კლოზეს ეს დამოკიდებულება კი ახალი არ არის. მუნდიალის დაწყებამდე ამბობდა, რომ თუ მესი მის რეკორდს მოხსნიდა, პრობლემა არ იქნებოდა, რადგან რეკორდები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას. მესის ფორმა კი მართლაც წარმოუდგენელია. თითქმის 39 წლის ასაკში მან მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ორ ტურში 5 გოლი გაიტანა. მესემ კი მუნდიალის ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთ მატჩში ვერ შეძლო გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა. ასევე ბუნებრივია, რომ უცხოურმა მედიამაც დიდი ყურადღება დაუთმო ამ ისტორიულ ღამეს. არგენტინულმა კლარინმა დაწერა, რომ მესი სულ უფრო და უფრო ლეგენდა ხდება და თითქმის 39 წლის ასაკში ბავშვივით თამაშობს. ლანასიონმა მას მსოფლიოს მეფე უწოდა. Timesმა კი აღნიშნა, რომ მესი რეკორდების წიგნებს ხევს. სიგუარდიანმა კი ყველაზე საინტერესო ხაზზე გაამახვილა ყურადღება. შესაძლოა მესისთვის მუნდიალის პირველი ოქროს ბუცი კარიერის კიდევ ერთი ისტორიული საჩუქარი გახდეს. არგენტინამ კი ჯგუფში უკვე 2 მატჩი მოიგო. მათ ალჟირი 3-0 დაამარცხეს, ავსტრია კი 2-0. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 5-ვე გოლი სწორედ მესის ანგარიშზეა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.